მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი შექმნის თქვენთვის საჭირო ახალ კურსს, ის გამოჩნდება თქვენი კურსების ჩაუნაცვალში. მას შემდგომ, როდესაც თქვენ შეხვალთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პორტალზე, თქვენი პაროლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ დააწყაბუნოთ იმ კურსს, რომელშიც უნდა იმუშაოთ. თქვენ წინ გაიხსნება ცარიელი კურსი, რომელიც თქვენ უნდა შეავსოთ იმისათვის, რომ დაიწყოთ მუშაობა, საჭიროა ჩართოთ რედაქტირების რეჟიმი, რომელიც განლაგებული არის ზედა მარჯვენა კუთხეში. ამის შემდეგ თქვენ მოგეცემათ საშუალება დაამატოთ კურსის ელემენტები ნებისმიერ ბლოკში. კურსი შედგება ბლოკებისაგან, რომელიც შეიძლება იყოს დალაგებული კვირეებით ან თემებით. კურსის ზოგადი თემების კვირეების რაოდენობა ან კურსის პერიოდი შესაძლებელია შეიცვალოს მას შემდგომ, როდესაც ჩვენ დავაჭერთ ღილაკს მოწყობის რედაქტირება. ეს ღილაკი გახლავთ. როდესაც ამ ღილაკს დავაწვევით, გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც უკვე მითითებული არის ის დეპარტამენტი, სადაც დარეგისტრირებული არის თქვენი სასწავლო კურსი, კურსის დასახელება. მნიშვნელოვანია ამ გვერდზე შეივსოს რამდენიმე მთავარი პარამეტრი. პირველი, ჩვენ უნდა ავირჩიოთ, როგორ გვინდა განლაგებული იყოს სალექციო კურსი თემების თუ კვირეების მიხედვით. შემდგომ უნდა განსაზღვროთ რაოდენობა თემებისა და კვირეებისა. შემდეგ დრო, როდის იწყება ეს სასწავლო კურსი. შესაძლებელია ავირჩიოთ დღე, თვე და წელი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავაწვეთ ღილაკს შენახვა და ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ გვჭირდებოდა სალექციო კურსისათვის, უკვე დარეგისტრირებული იქნება. პირველი ბლოკი, ეს გახლავთ პირველი ბლოკი, წარმოადგენს შესავალ ბლოკს და ის არ ინომრება. მასში შეიძლება დაიწეროს კურსის მოკლე შესავალი ან რეზიუმე, ლექტორის საკონტაქტო მონაცემები და მსგავსი ტიპის ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია აიტვირთოს კურსის სილაბუსი ფაილის სახით. შესავალ ბლოკში ყოველთვის არის სიახლეების ფორუმი, რომლის მეშვეობით ლექტორს შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც ეხება მოცემულ კურსს. გახსნის რა ამ ფორუმს ლექტორს შეუძლია დაწეროს შეტყობინება და ეს შეტყობინება ავტომატურად მიუვა ყველა სტუდენტს თავის ელექტრონულ ფოსტაზე. ამის შემდეგ შესაძლებელია შევქმნათ კურსის სტრუქტურა. ყოველ ბლოკში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული არის 2 ბლოკი. ყოველ ბლოკში შეიძლება დამატებული იქნეს რესურსები, მაგალითად ელექტრონული მასალები, ლინკები, ფაილები, პრეზენტაციები და ელემენტები. ანუ დავალებები, ტესტები, ფორუმი, დავალება, ვიკი, ჩატი და სხვა.